მოგესალმებით TV ქართულის ეთერიდან. თქვენ უყურებთ გადაცემას ცოდნის კივრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. წარვადგენ სტუმარს. ეს გახლავთ, წავიკითხავ რეგალიებს, მედიცინის დოქტორი, სექსოლოგი, სექსოლოგიური კლინიკა ლიგას დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმებით და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო არჩილ, ეხლა მე რა მინდა კითხოთ თქვენ, რატომ მოგიწვიათ და ძალიან აუცილებელი როა თქვენ, რომ არის თქვენი პასუხი ამ ჩემ დასმულ კითხვაზე და კითხვა ასეთია. თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც ერისთვის ყველაზე მტკივნეული თემის შესახებ ფლობთ ობიექტურ ინფორმაციას. მინდა გკითხოთ, მართლა ასე ცუდად არის საქმე, როგორც ამას ახლობლებისგან ვიგებთ, რომელსაც რატომღაც ხმამაღლა არ საუბრობენ ამაზე. მართლა საგანგაშო დემოგრაფიული მდგომარეობაა? იქნებ ამაზე გვესაუბროთ და ყველაზე მტკივნეული რა არის, იცით, ოჯახები ინგრევა საკმაოდ ახალგაზრდებისა და მიზეზი როგორც აღმოჩნდა ძალიან ხშირ შემთხვევაში მამაკაცური სისუსტეა. ბატონო არჩილ, იქნებ მიზეზებზე გვესაუბროთ, ის წამალია, სიგარეტია, თუ რას უნდა ებრძოლოს მშობელი შეძლების ფარგლებში. მშობელს რა შეუძლია, ის სამკურნალოა, მაგრამ აი სახლში როგორ მოიქცეს, როგორი ის გჭირდება აგიტაცია, პროპაგანდა, ცოდის ის არის აგიტაცია, პროპაგანდა, მაგრამ მე მგონი უკვე ქალბატონო მანანა დავწოთ იმით, რომ თუ დემოგრაფიაზე ვილაპარაკებთ, აქ რა თქმა უნდა სექსოლოგიის არანაირი ასე თქვა. რამ განაპირობა? ვიტყვი, პოზიცია არ აქვს. ანუ სექსუალური ცხოვრება არ არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრულია ზოგადად სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით დემოგრაფისთვის, აქ უფრო ფინანსური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ხელშეწყობა სოციალურ სიტუაციას და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებას, მე გეტყვით, როგორი არის სტატისტიკა. თუმცა თავიდანვე ვიტყვი, საერთოდ სტატისტიკის მიმართ არ არის კარგი დამოკიდებულება, თუმცა ცნობილი უამრავი ბევრი მაგალითი, როდესაც სტატისტიკას ვთქვათ სწორი არ არის და ჭეშმარიტი იმალება ხოლმე. სტომილება? პოლიტიკაში როგორ წესი. დიახ. რა ხალხს რაოდენობაში და შემდეგ. მაგრამ ამიტომ მე რასაც ვიტყვი, ეს არის ის, რაც კურსირებს აი სექსოლოგიურ წრეებში, ასე ვთქვათ. დიახ, ბრძანე. საშუალოდ 40-დან 60 წლამდე მამაკაცებს 80% გამოდის სექსუალური ცხოვრებიდან, 40-დან 60 წლამდე. ანუ 60 წლისთვის მხოლოდ 20% ცდილობს, რომ გაიხანძლიოს სექსუალური კეთილდღეობა. დიახ. ეხლა აქაც ისეთი აქ ძალიან ძნელია სოციალურ ფაქტორებზე ლაპარაკი. თუ უშუალოდ წმინდა სექსოლოგიას ავიღებთ და ის, რასაც სექსოპათოლოგები ვემსახურებით, ასე ვთქვათ, და თქვენ ხაზი გავუსვით მამაკაცების სიტუაციას. სხვათა შორის არ ვიცი ინტუიციურად თუ სერიოზულად რა თქმა უნდა, სექსოლოგიაში ნებისმიერ სექსოლოგს ვკითხოთ მისი კლიენტებიდან, ხო? ის სექსოლოგებს, რომლებიც ყველას ემსახურება, ხო? 90-95% ეს არის მამაკაცი. იმიტომ რომ აქ ხუმრობაც არსებობს. ქალსო იმიტაცია შეუძლია ორგაზმისო, ხო? და აბა მიდი და ერექციის იმიტაცია გააკეთა. გამორიცხულია, ხო და ამიტომაც აი ასე თქვათ ერექტოლოგია ჩამოყალიბდა როგორც ესეთი. ეს ცალკე მეცნიერება აქვს. არ არის ჯერ, მაგრამ ჩვენ უკვე იმდენად ხშირად ვიყენებთ ამას, რომ უკვე ჟღერს, რომ ერექტოლოგია ალბათ სექსოლოგიაში
და იმკვიდრებს ადგილს. ის რა ხდება დღეს სექსოლოგები თავს სოფლიოში თავს ეძახიან სექსისტებს, სექსოლოგებს, რომლებიც აი LGBT და აი სექსუალ განახილვები და ასე შემდეგ და სექსუალ დევიაციები, პერვერსიები და ამაზე მუშაობენ და ასე ვთქვათ, იცით ამ ტენდენციებზე აღარ ვილაპარაკებთ. ერექტოლოგია ეს არის ასხებ ჭყალებში მძიმე სექსოპათოლოგების საქმე. ანუ ეს არ არის იმათვის, ვისაც შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ. ეს იმათვის არის, ვისაც უნდათ, მაგრამ არ შეუძლიათ. აი, ეხლა არ გაიგებთ, რომ მარტო მე ჰეტეროსექსუალებზე არ ვლაპარაკობ. ზოგადად მამაკაცებს ვლაპარაკობ, და ჰომოსექსუალური მიმართულებით შედის, იმიტომ რომ იგივე ჰომოსექსუალებსაც იგივე ერექციის პრობლემები აქვთ. რაც ჰეტეროსექსუალებს, ასე რომ ამას შევეშვათ ჩვენ დღეს საუბარში არის დაუთმოთ სექსოლოგებს და მე ჩემთვისაც ასე ვთქვათ ძიმე სექსოპათოლოგად, რომელიც ცდილობს ამ ერექტოლოგიის ფარგლებში სწორედ ერექციაზე იმუშაოს. ხო? ანუ ლაპარაკობთ იმაზე, ვისაც უნდათ რომ უკეთესები იყონ, მაგრამ ასე ვთქვათ პრობლემა აქვს და ამიტომ მართავენ. ნახეთ. რამდენი აი მე ვთქვი რომ 40-დან 60 წლამდე ფაქტურად 20% რჩება მარტო მამაკაცების, ვინც სექსუალურ ცხოვრებაშია ჩათრეული. 65 წლის ასაკში 5-15%, 70 წლის ასაკში 1%, 75 წლის ასაკში 304 კაციდან 1. ბატონო, ეს არის სტატისტიკა, რაც თქვენ შემეკითხეთ. რა მინდა გკითხოთ? ეხლა რო თქვენ პროცენტული მონაცემები ჩამოწევთ და დიახ რა საკვირველია. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენი განსწავლობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე წლებია თქვენ შესახებ ვიცი და ვიცნობთ ერთმანეთს და 82 წლიდან. დიახ და ვიცი თქვენ შესახებ და თქვენი საოცარი განათლება მრავალმხრივი ეს მინდა გითხრათ, მინდა გკითხოთ. ეხლა რაც თქვენ პროცენტული მაჩვენებლები ჩამოთვალეთ. ეს აი ეხლა ამ საუკუნის ის არის პრობლემა თუ ეს ადრეც ესეთი მაჩვენებელი იქნებოდა თქვენ ამას გაცნობილი იქნებით ყველა ვარიანტში. ესე ვთქვათ, ნუ წინა საუკუნეში სტატისტიკა ძალიან ძნელი მოსაყვანია. დიახ. ზეპირი გადმონაკლისს თუ არის ამ საუკუნის რა ფაქტორები აფუჭებენ ბუნე რომელიც ადრე იმდენი არ იყო რაც დღეს არის. დიახ. ნუ დავიწყოთ ყველაზე მარტივად, აი მასიურად რა არის უარესი. სიგეთ თამბაქოს მწეველი ყოველთვის უფრო სუსტი მამაკაცია ვიდრე არამწეველი, ამიტომ ყველა ბანდილოსას მიუწოდებ რომ არჩევანის გაკეთებს ვინც არ ეწევა. როგორ მინდა რომ გისმინოთ ეხლა ძალიან ბევრი აი ესეთ მაგალითად აი ესე ძიმე სექსოლოგიაში ვიც მუშაობ შემნაირად. საქართველოს საკუთარ კარგი სკოლა, იმიტომ რომ ერთი კათედრა იყო და იქიდან იქ თანამშრომლები ხო სიგარეტს ვიყენებთ ასოს ერექციის ჯასაკრობად. აი როდესაც დავშეხარძლივი ერექცია და გამოწვეული ხელმოხარცობს ესე. დიახ. მეუბნები თუ გინდა რომ დამთავრდეს ერექცია, ანუ სიგარეტი მოწვევს. რას ბრძანებთ ბატონო? ერექცია. სასმელები ყველაზე მაღალი ერექციის თვალსაზრისით არის ლუდი. ბატონო არჩილ მე ეხლა თქვენ შემაშინეთ, იცით რატომ? მე ვცხოვრობ სკოლასთან ახლოს, საკამაოდ წარმატებული ხმაურიანი მასთან. ლუცაც ვიყენებთ ერექციის გასაკრობად და ეს ეხლა ვიც ბიოლოგია არის და იქ მიმხვდება რატომ? ლუდი აფართოებს ჯოგის სიძარღვეს და სიცხე რომელიც საჭირო ასოში ერექციისთვის იოლად გადადის ხუჭნაწლავში და ბატონო არჩილ სკოლებში ბავშვები სიგარეტს ეწევიან პედაგოგებთან ერთად. ხო, ეს არ ვიცი. ნუ ხვდებით ეხლა. რა დაგიმაოთ, მეც მეწებელი ვარ რომ არ ჩამეთვალოს, მაგრამ მე ჩემთვის პროფილაქტიკას ვუკეთებ თან უფასოდ. მეორე ფაქტორი. დიახ. მოკლედ კიდევ ერთი რამე და ის მწეველი ვისაც უნდა რომ ასე ვთქვათ გაიმუმჯობესოს თავის სექსუალური მაჩვენებლები, ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ უფრო მეტი მედიკამენტი შეიძლება და უძვირდება ეს სიტუაცია. ხედავთ.
წამგებიანი. აი, როდესაც ჩვენთან პაციენტი არის დასკაფხედავთ, რა სიზარღვები მაგას სასქესო სიზარღვებს ისეთი არის სპაზმური ან და სტენოზებია და მეუბნებით რომ მე დასჭირდება კურსი რაღაც. ხო მე მეუბნებით რომ თუ არ მოწევს სიგარეტს, ეს რაც სჭირდება მედიკამენტი იმის ნახევარი ჭირდება, რასაც სიგარეტზე ხარჯავ. ასე თუ არ მოწევს სიგარეტს უფრო მეტი ახლა სახში გრჩება. ეს ხო არ იცის. და წამალიც უფასო გიჩნდება. უფასო გიხდება წამალი. აი ჩვენ ცდილობთ აი ეხლა ყველა მძიმე შემთხვევაში არა, არ გამოგმა როგორც უმრავლეს შემთხვევაში 80% შემთხვევაში ესეთი სიტუაცია. ლუძე დავამთავრეთ. მეორე სკოლა და დიახ. ლუძე. ეხლა ალკოჰოლიზმი თამბაქო თქვით ხო? ეხლა ალკოჰოლიზმი თქვით და აი როგორი ისაა რიცით გაოგნებული რომ სკოლებში ყველა ბავშვი ალკოჰოლიზმი. დიახ. ეს ლუდი რომ ახსენე, ანუ ერთი ჭიქა ლუდი უფრო უარესია ვიდრე 50 გრამი დავუშვათ კონიაკი ან ერთი წითელი ღვინო. რა ბრძანა? მაგრამ ეს მცირე დოზირებული რაოდენობით ასე თქვათ ინტიმის შესაქმნელად. მაგრამ თუ ლაპარაკი ალკოჰოლიზმზე როგორც ესეზე, რაც საქართველოში ღმერთმა დაგმარა სმის კულტურის გამო და სოფლის კულტურის გამო ჩვენთან არ მძიმე ალკოჰოლი, მაგრამ მაინც ხდება. აი ალკოჰოლიზმის შემდეგ მკურნალობა, ხო? იცით სიძნელით რა არის? ესე იგი ნარკომანი ახლოს არ მოდის. ესე იგი აი ვიაგრა რო დავუშვათ ვიაგრას დოზები რომ აბების დოზები კაცო, აბების დოზები რომ ბატონობს რომ ისიც დავუშვათ ვარშველის, აი მაგაზეც კი უფრო ძნელია მკურნალობა ალკოჰოლიზმის. იმიტომ რომ დეგრადაცია ხდება იმ ნერვული ბოჭკობით, რომელთაც ტვინი მართავს გენიტალიებს. და აი საკმაოდ მე ესეთი ხუჭური ენით ლაპარაკობ ხარ სამცინო ენით, აი გამტარებლობა ფერხდება. ასე რომ ალკოჰოლიზმი მეორე ფაქტორი, როგორი ალკოჰოლიზმი, ის რომ ისაც ყოველდღე ადამიანი ცდილობს რომ და არის რომ დაბადების დღეზე რაღაც საქართველოს ვარიანტია. მესამე ნარკომანია. ზოგი მეუბნება რომ აი ბავშვობაში კი ვწულობდიო და გეროინ და რაღაც. ახლა რა, ახლა მარტო ვეწევიო. ახლა მე მინდა რომ ყველა მიხვდეს ის ანაშას რო ეძახე მარიხუანას, ხო ის ნარკოტიკია და ის უარესად მოქმედებს, როგორც ნარკოტიკი, ყველა დანარჩენი ნარკოტიკი. როგორც წესი ნარკომანიის დროს ჩნდება ახალგაზრდებში, რაც პრობლემატურია, ასვათ ასოს გენიტალიების და მაგალითად ასოზე ლაპარაკი, რაღაც დამის მაგვარი მდგომარეობა ხრაზეა ლაპარაკი. აი რაღაც ანატომიური სინდრომი უნდა მახსოვს ხარსოს აბსოლუტურად სამეცნიერო ასოს თავი, ხო ეს არის მამაკაცის ყველაზე მძნობი არე ველი სადაც იმპულსაცია მიდის თავის თვიში. აი ეს იმპულსაცია, ხო, ნარკომანის დროს ყველა ნარკოტიკი ხوارს გამოუჩებელი, რატომ? აქვეითებენ ამ იმპულსაციას. ქრონიკული მიღების დროს წამში და თქვა 1500 იმპულსი, მაგრამ უკვე მიდის 800-900. კავშირი, ასე თქვა, ნელ-ნელა ქვეითდება. აი ეს კანონი რომ მიეხოთ ლეგალიზაციაზე, გარწმუნებთ 30% მეტი პაციენტი მეყოლებოდა. ნარკომანია ახალგაზრდებში და მე რა არის ცუდი იმის გამო რომ ნარკომანებს ახალგაზრდები არიან და სექსუალური ურთიერთობები აქვთ, ხშირად იყენებენ აბებს, რაც კომპენსაციას აკეთებს და ამის თავის მინუსები აქვს თუ მაგამდე მივიდა საქმეს ალაპარაკოთ. აი სამი სენი ერთი ნარკომანია სიგარეტი სიძლიერის საშუალების მიხედვით თამბაქო მერე ალკოჰოლი თამბაქო პირველ ადგილზე დააყენეთ პირიქით ყველაზე სუსტი დიახ მერე ალკოჰოლიზმი მარტო იმიტომ რომ საქართველოში მკვეთრად გამოხატული ფორმები არ არის და ნარკომანია ფაქტობრივად საქართველოს აქტუალურია სიგარეტი და ნარკომანია აი ეს ორი მომენტი არის შემდეგ რა მოქმედებს აი შემდეგ რომ ეკითხებიან აი რა არის საჭირო იმისათვის რომ სექსუალური კეთილდღეობა ანუ სექსუალური ჩამწირება შევინარჩუნო ხშირად კონდეს სექსი თუ იშვიათად ხო არც ხშირად არც იშვიათად ერთადერთი პრინციპი არის საჭმელი არანაირი საჭმელი ამის წინ ჭავის პური შეხვდება იქ წერია რომ იმპოტენციას უკეთესი არის რომ საკურნალოს ყველაფერს
ეხლა აქ მივხვდით როდესაც სხვადასხვა საჭმლის რაღაც წამლების რეკლამა მიდის რომ ყველაფერი შველის თითქოს რეაქციულ ფუნქციას აქ უნდა მივხვდეთ რომ რეკლამისთვის იყენებენ რეაქციული ფუნქცია ეს არის ადამიანის ზოგადი ფუნქცია მაშინ მოქმედებს ყველა უძობელობითი ორგანო მხედველობას მენარს ყველა გემოსუნი კანის მამოძრავებელი სისტემა კუნთები ასე ნებისმიერი ზოგადი გამოჯანსაღება კაცის თუკი დავუშვათ საფურაჟო პურის მაგრად ასაც 90-იან წლებში მივრთმევდით კარპურშამ უკვე ესეც ზოგადად გაუმჯობესებს თუ დავუშვათ ფილტრები არ გივარგებ წეველი ხარ დაანებე სიგარეტს თავისიც აუმჯობესებს ხო ნებისმიერია ზოგადი საშუალება ესე კი ყველაფერი კარგი რაც კარგია ჯანმრთელობისათვის ამ ფუნქციაზე დადებითად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე ამიტომ ძნელია რომ თქვათ რომ არასწორია მაგრამ თუ ვილაპარაკობთ რეალურად სექსუალური ცხოვრების ხარისხზე ხო სელექტიურად სწორედ რომ სექსუალურ ცხოვრებაზე უნარზე მამაკაცის უნარზე აწარმოოს სქესობრივი აი თავარი ერთადერთი არის კანონი რეგულარული სექსუალური ცხოვრება აი ცუდია ერთი კვირა 5 ჯერ და მეორე კვირა ერთხელ აი ხშირად ეს პრობლემა ჩნდება ვისთან იცით თქვათ აი მეზღვაურებთან 6 თვით რომ მიდიან არა მარტო ეს მის ზამკაფიო სიტუაცია ამდე იგივე ავღანეთში რომ ისინი იქ არ შეიძლება მე აქ ორი კვირა ინტენსიური კერძი ამერიკა ანუ twini ვერ იმახსოვრებს რას ელოდება შენგან თუ ყოველ დღე თქვათ კვირას და 4 შაბათს თავისუფალი კაცი და მეუღლეც და პარტნიორი და ყოველ კვირა და 4 შაბათს არის ყველაზე ძველი ბიოლოგიური რიტმი ეს არის 7-დღიანი რიტმი ხო უფალმაც კი სიძღე რო იმუშავა მეშვიდე დაისვენა სტალინმაც კი ვერ გააკეთა 6-დღიანი გააკეთა და არ გამოვიდა მაინც 7-დღიანი ხო და იმ 7 დღეს თუ მიაბი რიტმი სექსუალური ცხოვრების თქვათ კვირა და 4 შაბათი ხო ჩათვალე რომ twini იმახსოვრებს და ეს 3-4 ესეთ კვირა თუ გავდო მე-5 კვირის 4 შაბათი რომ მოდის twini უკვე იცის ქექლეშა კვანძები დილიდან იმ არა რაღაც მოლოდინში ნაყიდ აფთიაქში ტესტოსტერონს არამედ საკუთარ ფიზიოლოგიურ ტესტერონს ჯირკვლები გამომუშავებს სათესი ჯირკვლები გამომუშავებს უკვე დილიდან ასე თქვა ზაფხულ დაიწყებ უკვე ფიქრები მითქენ არ მიდის რომ რაც ალგებრული ამოცანა მოხსნა უკვე ფიქრის მიდის აი პარტნიორისკენ აი ეს სიტუაცია ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მადლოსნებისთვის იმიტომ რომ ქალთანაც სექსუალური ცხოვრება მთლიანად თავის ტვინის ფუნქციაა ბატონო არჩილ ეხლა მე თქვენ მინდა გითხრათ რომ შემაშფოთეთ რასაკვირველია საჭიროა რომ მაყურებელმა მოისმინოს ჩემთვის ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის რომ გამეგო რით უშველოთ სკოლის ბავშვებს ყველა სიგარეტს ეწევა ყველა წამალს იმაშება აბოლებს როგორ თქვა არ ვიცი და არის აი ეს იცით სექსუალური სისუსტე ახალგაზრდა ბავშვებში, სკოლის ბავშვებში ხომ არ განაპირობა კი არა, მე ვფიქრობ რომ ნამდვილად განაპირობა, რომ გოგონები არიან უკვე აიღეს თავიანთ მამაკაცური სისუსტე ქალისთვის აღმოჩნდა, იცით როგორი? აი თითქოს შეტევის დიდი ესაა რომ დავუშვათ ფრაქტურები გახდა თქვა ემანციპირებულები ასე დიახ და კაც ჩამოერთვა კაც კი არა მომავალ კაც ბავშვებს სკოლისას მე ამის მინდა რომ მიაქციონ ყურადღება ბავშვებს სიგარეტი როგორ შეიძლება ყოველდღიურად და ყოველ შესვენებაზე მასწავლებლებთან ერთად და მე კიდევ გოგონები ეხლა თქვენ რო ქალაქში გავიაროთ ბატონო არჩილ მე და თქვენ ხო და კითხოთ გამვლელებს გოგონები უფრო აქტიურები, შემტევები არიან. მოდით ესე ვთქვათ. და მოურიდებლები თუ ვაჟები 90% გვეტყვის გოგონები. ხალხებანა, მე აქ ძალიან ბევრი სხვადასხვა რამე შემიძლია ვთქვა. დიახ. ძალიან დაწყებული სექსუალური ლიბერალიზაციის ელემენტებიდან დამთავრებული სოციოლოგია. ეს ის საკითხებია, რომ ჯობია სოციოლოგებმა ილაპარაკონ, ქალები პროაქტიურები. აქ სექსუალური სისუსტე მამაკაცების ახალგაზრდა ყმაწვილების არ არის. აქ უბრალოდ ეხლა მე ის თაობა ვარ
რომელიც დილას ხიდულობდა 37 პაეთან ბილეთს ჩნდებოდა თვითმფრინავში და მიდოდა რუსეთში არბატზე სექსუალური ასე ვთქვათ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მე არბატზე ლუდის ბარში ხო თქვენ მე იქ ჩვენ აი სტაობა ვარ და მე საღამოთი სამდღეში ჩამოდიოდი და პატაკებდა ჩაგვა დღეს ეს პრობლემა არ ადგას, იმიტომ რომ ლიბერალიზაცია მოხდა სექსუალური, არა მარტო ჩამოსულების ხარჯზე, არამედ ადგილობრივების ხარჯზე. და საერთოდ ჩვენ შეხედულებები შეიცვალა. ეს არის იმასთან დაკავშირებული, რომ ქალის როლი გაიზარდა სოციუმში ეს რის ხარჯზე, რის ხარჯზე, შემოსავლის ხარჯზე. ქალების შემოსავლები გაიზარდა, უფრო დამოკიდებელი ხდება, უკვე ნაკლებად არ დამოკიდებული მამაკაცზე და პრეტენზიები იზრდება. თუ პრეტენზიები იზრდება, მათ შორის სექსუალური პრეტენზიები იხდება. აღარ არის ეს მორიდება. მაგრამ ეს დიდ ასაკზე ლაპარაკი. ახლა სკოლებში ასე ავტომატურად სიტუაცია იცვლება. მე ხომ ვიცახი, ჯობია სოციოლოგებთან გასაგებია. არ არის მაგას დავხარჯოთ. კი ბატონო, აი თქვენ რა მიგაჩნიათ მაშინ? მე ეს ძალიან მინდოდა, რომ სკოლაზე ყოფილიყო ისა. რაც მიგაჩნიათ თქვენ რომ ფართო მაყურებელმა, ფართო საზოგადოებამ თქვენგან მისმინეს. რუსებს ჰქონდათ მე ქართულად როგორ იქნება ლიკვიდაციების გრამატესტი, როგორ იქნება ქართულად სწორედ? ლიკვიდაციას ვერ გადათარგმნით. არა, გაუნათლებლობის ლიკვიდაცია სექსუალური გაუნათლებლობა. სექსუალური გაუნათლებლობის. ხო, არ წოდნა ელემენტარული რაღაცეების, იმიტომ რომ ჩვენ დარგი ითია ცუდი. ძალიან ბევრი მიმართავს თვით მკურნალობას. არ მიდიან მორიდება, ბრატო. აი ხლა მორიდება არის, ნახეთ, მე პირველი არ ვესალმები არავის, ხო გუჩაში ერთად მაგაცია. რატომ? ხო, იმიტომ რა სტომატოლოგთან გვილებს კარგად რო გაიკეთებს ადამიანი ყველა სულში ნახერა გვილებია და ბინდაკეთა. ესე არ დღეს ეს ჩედა საბრო იგივეა იმებში ჩუმად მოდევთ ხოლმე რომ აი ვიღაცები ერთმანეთს ხოვენ რომ აბები იყიდონ იმებში და აქ მოდით განათლება ეს გაუნათლებლობის ლიკვიდაცია პატარა გავაკეთოთ ასე ვთქვათ დრო გვაქვს ერთი კი ბატონო რუტინულად სტანდარტულ რაღაცა ბატონებო ესე იგი ორი დიდი აღმოჩენა მოხდა 1989 წელს მოხდა აღმოჩენა პროფესორ ვირაგის მიერ და გამოქვეყნდა ჟურნალში Travex Originales 82-ში მეთოდი რომელიც დამყარებული ასოციაციის ხელოვნურ მიღწევაზე ინექციების საშუალებით აი ესა და მეორე დიდი აღმოჩენა Pfizer-მა გააკეთა Pfizer-ის ფირმის წიაღში 94 წელს მუშაობდნენ პრეპარატზე გულსის ზარისათვის და შემთხვევით აღმოჩენეს ეს ნივთიერება სილდენაფილი რომელიც ნუ კიდევ ორი ნივთიერება დადანაფილი ვარდანაფილი ეს ერთ მოგლებულაში გასვლებს სილდენაფილს ლაპარაკობ რომელიც დაჭრა ლურჯად შეღება და სახელი არ ამბობს ტელევიზიაზე რეკლამაში არ ჩავიცვალოს ეს ცნობილი აბები გაჩნდა ორი მეთოდი არსებობს აბების და ინექციებით კურნალობის თუ ლაპარაკობთ სელექტიურ კურნალობას და არა რომ ჭავის პური ჩავე და დიეტა დაიცავო რომ გაიჩიქდები თუ სელექტურად ამაზე ვლაპარაკებ უნდა იცოდეთ ამათი პლუსები და მინუსები ეს იგივე როგორც განათლების სისტემა ქალთოვანა იცით რომ ორი განათლების სისტემა არსებობს სოფლიოში ერთი არის დაშორებული აგერ კომპიუტერი აგერ ოქსფორდის აგერ დაჯექი აგერ ისწავლე ინგლისური ფრანგული გერმანული აგერ ჩაბარე და ბოინგმა დაგიქირავოს რომ გენერს და მოხდა მეკანო ეს დაშორებული სისტემა მეორე ელიტური სისტემა დახურავს სკოლებში საცოცხალი მასწავლებლები თავშუდებენ თავიანთ შვილებს ასე თქვა სიტუაციას ეს ელიტური სისტემაა სექსოლოგიაში არსებობს ზოგადად დიდი სექსოლოგიის პარტიმასებისთვის და ელიტური როგორც ხედავთ პარტიმასები ეს არის აბები ელიტური ეს არის ინექციები ვირაგის მეთოდი ახლა განსხვავება რაშია აბი მოხვედრისას ასოში აუმჯობესებს სელექციის ხარისხს 45-დან 26%-მდე. მაგრამ ეს არის დადებითი რომ მიხვედი გადაყლაპე 1 საათით ადრე აქტამდე და მე 4 საათის განმავლობაში არის. და ეს ჯანმრთელობაზე არ მოქმედა ძალადობა. აკეთებ მივდივარ. გისმენთ. აუმჯობესებს ელექციას 4 საათის განმავლობაში ასე თქვა მომატებული სიტუაცია. ეხლა რა არის ამის დადებით ერთადერთი რომ და გადაყლაპო 1 საათით ადრე მორჩა. უარყოფითი არის რა აბს რო ყლაპავ
ის გადადის კუჭნაწლავში, შემდეგ ნაწლავში, შემდეგ სისხლში. სისხლი ერთად მიეწოდება გენიტალებს ასოც. მაგრამ თლიანად კი არ მიეწოდება ეს ამები. ის ნაწილდება სისხლში და ასომდე მიდის 1/4 იმისა, რაც აფშია. რას ბრძანებთ? ეხლა საქმე რაშია? სწორედ რომ 1/4 საამბის 4-5 საათის განმავლობაში აკეთებს იქ საქმეს, აუმჯობესებს ერექციას. 399 ესეთი 400 ამბის მოქმედებს ყველა იმ ორგანოზე, სადაც ისეთივე სიძარღვებია, როგორც ასროში. ეს გელიკოიდური არტერიები, ხო? ესა ჩამოთვალოთ ეს ორგანოები, ეს არის გული, კორონარული სიძარღვები, ეს არის თავის ტვინის ქერქის მეხუთე შრა პირამიდული ბჯდები, ანუ ბერიტოვის უჯრედები მიყვარს, იმიტომ რომ ბერტაშვილი ჩვენიანი ხო? სოფლიო ეძახის ბერიტოვის უჯრედებს. ეს არის ტრიპლის საფილტრაციო სისტემა, ეს არის ღვიძლის გეპატოციტები, ეს არის თვალის ბადურიის სისტემა და სამისის 1/4 იქ ასოთი 4 საათის ეხლა საქმერაში ესეც მინუსია აქტი საშუალო აქტი სამწუთზე ვლაპარაკობ მაგრამ 5-7 წუთი თვალკაჩული არის გადასარება ჩვენებელია. მრავალწლოვანი ამ კულტურებში 15 წუთი. თქვა ჯიგალოებისთვის და ალფონსებისთვის 20 წუთია დადგენილი. თქვა ტანტრიზმში 40 წუთი უნდა შეძლოს მამაკაც აქტი ჩაატაროს 5 პარტნიორი შეიცვალოს ამის ენერგია და მიწიდან გადააგვას მშტაში. მაგრამ 40 წუთზე მეტი არსად არ და 4 საათის განმავლობაში ხდება ზემოქმედება, მაგრამ ეს არა უშავს დაუშვათ. ესეთი მომენტებული სტრესული სიტუაცია სიზარღვან კულტურანი ასოში ამ 4 საათის განმავლობაში. მაგრამ ნახეთ რა ხდება. აი სტრესი 4 საათიანი მოქმედებს ყველა ორგანოზე. რაც შემოთვალეთ უკვე. ხო, ამიტომაც არის გულის ავტოფობისთვის არ შეიძლება. ხდებით, აი ნარკომანებში რა პრობლემაა? ნარკომანები ახალგაზრდები არიან. ეს მოქმედებს ავების სიზარგოებს. ანუ სიზარგოები როგორც ეს კარგია. ამიტომ ნარკომანებში კარგად მუშაობს აბები. სხვადასხვა არ გეგონთ რომ მარტო ერთი დასახელება, ნივთიერება ერთი, ყველა აბი რაც იხიდება ერთი და იგივეა, ეს არის აი ეს ნივთიერება გადაიფილი ვარ დააფილი. მორჩა და გათავა, ეს ბრენდული სახელობები. მეცნიერული აღმოჩენა, ნახეთ რამე სხვა. ნახეთ, მონახეთ სტატია არ არსებობს. ეს ნივთიერება ეხლა ეს რომ თაფლის უნიკალურ ჯიშებზე და რაღაცა თაფლი რომ აუმჯობესებდეს ერექცია საქართველოში ხო ხდებით რა სექსტონიზმი იქნებოდა ისეთი სოფლიო და ეხლა ნახეთ აი ეს მოქმედება არის სწორედ საშიში რატო აი ხლა ნარკომანები სვავდნენ ამაბეს ყველა შველის როგორც ესე აუმჯობესებს იმიტომ რომ ახალგაზრდებს სიზაროს მოქმედებს პატროდოზებს საკმარისია მაგრამ დამალეს არ დაწერეს მაგაზე არა ლაპარაკი რო კითხოთ ყველა გეტყვით რომ გულისთვის გულით ავტოფობისთვის არ შეიძლება ეს უჩვენება აბსოლუტურად ამას ამბობენ ხო ნიტრატებზე ვინც არის ნიშა მაგრამ ნარკომანები სვავდნენ მაგრამ გეპატოციტებზეც მოქმედებს და ყოველ მეორე ნარკომანს ჰქონდა C-გეპატიტი ამიტომ ღრმამადლობა ბიძინაევანიშვილს რომ რამდენი კაცი გადაარჩინა მან არ იცის, იმიტომ რომ ვიაგრას სვავდნენ და ეს C-გეპატიტი ძალიან ბევრს გადაუყვანეს ღვიძლის ციროზებში არა და კიბოებში. აი სტატისტიკა ჩვენთან ხარ სტატისტიკაა და ევროპაში იყო ნებისმიერი სტატისტიკა რაღაც მომენტზე ამოდის. კი. და 2000-იან წლებში ამოყვითა რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა წაწვა ამით. ხო, მაგრამ მერზე ვისაც უკუჩვენება რა აქვს ეხლა მაიმუნობა რა არის, როდესაც ურეცეპტოდ იტყიდება წამალი, იმიტომ რომ შეიძლება ამავების დალევა თუ კაც სუსტი ფორმა აქვს ისეთი მშვიდობიანი დალიოს და სვავენ თვეში ორჯერ მეტი მეტი ინგლისელმა მოწკითხეს უარი ქირურგებმა ეს სასამართლო იყო, იმიტომ რომ ხაზნა მოსხორო ეს მათგანება დართულია ორჯერ. არა, რეკომენდაცია იყო, რომ პირაში ერთხელ სადაზროოს დაეფარა, სადაზრო მზად იყო და ქირურგებმა არა ეს არის ჩვენ აპასუხისმგებლობას არ ვიღებთო. რატომ? იმიტომ რომ ჯამთასაც ნელ-ნელა ეს გვერდითი მოვლენები არის ახლა. ანუ აბებზე რამდენი თქვა, არის გვერდითი მოვლენა. ამიტომ საჭირო ექიმს დაელაპარაკონ აუცილებლად. თუ პირდაპირ უკუჩვენება არ არის, უნდა მოსინჯონ. თუ მოსინჯვის შემდეგაც ნორმალურია, შეიძლება მაგის გამოყენება. ხდებით? მაგრამ როდესაც არის რაღაც ქრონიკული და გაზრდილი დიაბეტი, თქვათ, როდესაც ნახეთ დიაბეტის დროს რა ხდება? ორგანიზმის სიძარღვანი სისტემა სტრესში არის. სტრესში, ენერგეტიკის სხვა დარგობებს და ამ დროს ვიაგრას ისე უკაცრავად აბს ხლაპავენ ეს გამოჩნდათ სახელი წოდება ხლაპავენ აბს და
4-5 საათის განმავლობაში დამატებითი სტრესი არის. ხო წარმოგიდგენთ. ეს ვიდრე პროფესიონალია საჭირო სექსოლოგი, რომლებიც არსებობს საქართველოს. ეხლა 99,990 წელს კათედრა შეიქმნა სექსოლოგიის დავარსეთ. ასე ვთქვათ, 99-ში დავარსეთ. რომელიც 95-ში გაუქმეს, იმიტომ რომ LGBT-ის გაჩნდა უკვე და ეს საჭირო არ არის თრაშკარდა. მაგრამ ამ დროს იქ ძალიან ბევრი ადამიანი გაიზარდა სექსოლოგი, დღეს ვინც მუშაობენ. ამათმა კარგად, ამიტომ საჭირო არა გუშინდელ ასე თქვათ ნუ არ ვიცი ახლა ბევრი პატრონი უროლოგებიც მაგრამ ბევრი ერევა ასე თქვათ გვერდით საქმეებში, იმიტომ რომ ხორო ეს აბები დაინიშნოს ეს შესაძლებლად აფთიაქარები ასე თქვათ ამ სტიმულაციას უკეთებენ. ხო გაიარო კონსულტაცია ნორმალურ სექსოლოგთან. ხვდებით რა ხდება, რომ შეიძლება უკვე ნაჩვენები იყოს. აი ეს არის რაც აი ეს მასიურ სისტემას ეხება, რაც შეეხება აბებს, ქალწონებადა. ეხლა რაც შეეხება ნემსებს. ხო, კიდევ აბებს რა აქვთ? აი თქვენ იცით, ასე არის კუთხოვანი ორგანო. ასე ყველა პრინციპი რაც ბიოლოგიაში ან კუნთებზეც მოქმედებს. კერძოდ აი ხელი რომ მოხდება კაცს. გიფს რომ მოხსენ დაშუშტებულია. როგორ აღადგენენ თუ მეთქვით ამ კუნთების ძალას, დრეგადობას? ვარჯიშით არა? პირველ რიგში ახლოს ახართ, მაგრამ თლად პირველ რიგში მასაჟისტი მოყავთ. მასაჟი შემდეგ იქვე დატვირთვა. და მერე აი სპორტულ მედიცინაში ჯერ მასაჟი და მერე იბინე თუ ფეხებზე ლაპარაკი და აუცილებლად საკვები უნდა მიაწოდო კუნთებს. ამიტომაც აი ჯიმებში ვინც მუშაობენ ბიჭები თავი მოაწოდო გოგონებს და კუნთები აუცილებლად ცილებს ხლაპავენ. რატომ კუნთი რო ფიზიოლოგიურად თუ კუნთს საკვები არ მოაწოდე მარტო დატვირთვა მიეცი მაშინ იცი რა მოზითა დაინახიათ ზატე ზოგიერთ მატერმა ძალიან ბევრი ავარჯიშა ბავშვი და მომკვდარან იმაზე მოედანზე დავარდნილა სპორტსმენები. ანუ კუნთს უნდა მიაწოდო ზომიერი უნდა იყოს დატვირთვა და კუნთს მიაწოდო საკვები. როგორი საჭიროა ამის? ეხლა აბი რო ავიღოთ აბი აკეთებს ამას მასაჟს ანუ ერექციას იწვევს ეს ერექცია ხო მასაჟია კუნთების აქტი დატვირთვა ამ კუნთებზე ხდება მაგრამ ის გავს რომ მშრალი ნივთიერება აბი შიგნით საკვები არ არის და გამოდის ძალადობა კუნთებზე ასე ვთქვათ ამიტომ 4 საათის განმავლობაში ეს ნეგატიური ზეგავლენაა მიხვდით რა ხდება ამიტომ თლად ეშინიათ რომ კვირაში კვირა გამოშვებით გამოიყევ და ამიტომ იძახე მარტო კვირაში ორშიც დააკვირდი როგორ მოქმედებს ცვეთაზე მუშაობს მაგაზეა ლაპარაკი ცვეთაზე მუშაობს მაგრამ აი ფსიქიკა ადამიანის ხო იცით ის კახელზე ანეკდოტი რო არის სიგარეტს რო აწერე კლავსი პოტენციალს და რო კლავს ის მომეციო რომ ხო და ნუ ეს ერიდებას მოსულა არსებობს 20% ჭკვიანი ხა უბრალოდ 20% ვის აი 60 წელს რომ მივაღწიეთ რომ დაქვეითო ჩვენ ამას გახალგაზრდობას ვეძახით იმიტომ რომ სად არის აი ეს ძალიან ჩაბარხული. ნუ კუნთოვანი ორგანო ბუნებრივი ასეთ ერთად სუსტდება. ამიტომ იძახ კაცო 40 წლის ვარ ის ხარ ვიქნები როგორც 30 წლის მიან და ისე შეიძლება თუ როგორ ავარჯიშო ისასო. ხდებით? და ჩვენთან რომ მოდია რატომ ხანგრძლივი ის არის აი ეს მეთოდი, ნუ ელიტური მეთოდია ლაპარაკია ინექციებზე. იმიტომ რომ ის იძლევა სწორედ ასოს კუნთოვან ციცორის ის გავარჯიშოს საშუალებას რატომ სითხე არის ინექციით ეთდება იმ სითხეში საკვებიც არის ერექტოგენიც არის და სამკურნალოც მიხვდით მორგება კომპლექსური მორგება ხდება ადამიანს ნემსი იძლევა ამის საშუალებას კიდევ ერთი რაღაცა აი წარმატებული მამაკაცი რო იყო სექსუალურად რა არის საჭირო ასო რა თქმა უნდა ეს კუნთოვანი ორგანოს კუნთსიზარო კუნთოვანი მოჭყვები უნდა იყოს წესრიგში ხო გავარჯიშებული უნდა იყოს მარტივად რო თქვა მაგრამ მარტო ეს საკმარისი არ არის საჭიროა კიდევ საკუთარ თავში რწმენა აი ეს ჩვენი მამაკაცების ყველაზე დიდი მტერის წარუმატებლობის მოლოდინის შიში რაც არის და რატომ ავარ ცოდონი იცით კარგზე იმიტომ რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული შიში ჩვენში შიშის გაჩენა დამოკიდებული იმაზე ვისთან აპირებ მისვლას შეხვედრას იმ ქალზეა დამოკიდებული ის ქალი რომელიც საერთოდ არ გადარდებს იქ ნებსიც არ ვიაგრას არ არის წარუმატებლობა და ის ქალი რომელიც გადარდებს და მიმინახია კაი ბიჭები დათვისრარეშინიათ და მის თხეში და აი ეს მოკაკულები იყვნენ შიშით პატარგოვისი და შეერჩინათ ეგინებინათ ამ ქალისთვის რომ იმას აზე არ გაჩვენდა უბრალოდ
მისი სისუსტისა. სისუსტეშინე გამოვლენის და რაღაც მიზეზები მოფიქრებიან. აი ეს მეთოდი, ეს ატომარი ოქროს მეთოდი 7000 წელი ზემო ეგვიპტის ცივილიზაციიდან დაწყებული. კაცობრიობა ცდილობდა მოეძახა გარანტიები, წინასწარვე არსებული გარანტიები ქალთან ცხოვრების. აი ეს მეთოდი ვირაგის. სწორედ ამ გარანტიებს იძლევა, რომ იცის, რომ დაუშვათ ეთქოს, რომ ცოტა გადავიდეთ ხალხი შემოვა ტუალეტში, გამოვა, ნემსიკეთებს გამოდის. და ქალი ვერაფერს არ ხდება, იმიტომ რომ 15 წუთის განმავლობაში დაუნდალა იწყება პრელუდია და ასე თქვათ, ყველაფერი თავის ადგილზეა, ბავკაც და უკეთ კიდევაც აი. ამიტომაც არის, რომ აბებით აი ცოლის მოყვანისას, როდესაც დაძაბულობაა, წინასწარ არ ქონია თურთიერთობა, აბები არ მუშაობს. შის ვერც მოps, როდესაც აი შენ ერთია რომ შემთხვევით პარტნიორთან მიდიხარ, ცოტა ძალიან მეორე ისეთი რომ შემთხვევით პარტნიორთან. მეორე როცა ჩემი მომავალი შვილების დედასთან მიდიხარ, იგინდა რომ ხო, აი ეს მეთოდია, მაგრამ პრობლემა რაშია? ძვირია. იმიტომ რომ საჭიროა მორგება ხსნარების. საჭიროა სწავლება პაციენტის, ანუ სწავლებას გააქვს, როგორც რა ჩააბაროთ. აი მე ხოროქიმთან შეიძლება. არა, ჩვეულებრივებთან, მაგრამ ხუმრობ, რომ ჩათვალო აბარებ ჩემთან სამედიცინო პაციენტს, რომ სამედიცინო სექსუალურ ხუთიან ფაკულტეტზე. გასავლით მე როგორც ჩაიჭრო დოზები და ასე შემდეგ, ეს უნდა იცოდეს პაციენტო, მაგრამ რას იძლევა საშუალებას? იმის გამო, რომ აი ეს ნემსით კეთდება ასოში, ის ასოში ნეიტრალდება. რაც დავარია მოქმედებს იმდენი რომ რამდენიც გინდა 10 წუთი, 15, 20 წუთი, ნახევარი საათით ორი პარტნიორია ვთქვათ. მე ჩემი ქართლის მუსლიმებისთვის ვლაპარაკობ ამას. საათს მოსულა ეს ამბები. გაგე და მე ის 4 საათი კი აღარ მოქმედებს. მერე გადის. გესმით? ანუ მისი ერთადერთი მინუსი რომ ნემსია გასაკეთებელი და ძვირი მეთოდი, ანუ ერთჯერადი ხარჯია გამოკვლევის, სწავლების და ასე შემდეგ. და მე ხო გითხარ სიგარეტზე უფრო ეს ასე ვთქვათ, ოქროს მისი ერთადერთი ნაგვიანობა ნემსია გასაკეთებელი, აი ეს არის მისი ყველაზე დიდი პლუსი. ანუ როგორც წყალი ხო არ შეიძლება თხევადი არ იყოს, ხო წყალია, ხო სითხეს თხევადობაა, ხო თხევადი არის, სითხე აღარ არის. არ არის. აი ესე ეს მეთოდის ნემსით იძლევა საშუალებას, რომ აი სნაიპერული გასროლა ეს არ არის კალაშნიკოვი 400 მეტრიან ბრძოლაში ის მოჩერედ გაშვება. ეს არის სნაიპერული გასროლა. და რაც თავარი ავარჯიშებს ასოს და ჩვენ ყავს ეს სექსუალური კეთილდღეობის გახანძილება შეიძლება რასაც ვეძახით გაახალგაზრდებას ანუ ჩვენ შეიძლება დავიყვანოთ რაღაც ასაკამდე მარტო ჩვენ კი არა იციან ეს მეთოდი ჩვენთან ზოგჯერმა 3-4 კაცმა იცის ეს მეთოდი ვინც ხათერაზე მუშაობს ხო ნუ სამსავლელების არის მაგრამ გამოცდილება არ გარკვეული საჭირო იმიტომ რომ უკვე ჩვენ ყველაფერი უნდა იცოდე როგორ აი ნარკომანებთან მიყვარს მუშაობა ბევრი მოდის და რატომ იცი მე უნდა ძმაო ახლა შენიანით დაგელაპარაკე პერედოზი იცი რა ვიცი ბატონო არჩე ნემს იცი რა ნემს თოცა ხო არ შეგეშლება აი მაგაზე ლაპარაკი და იციან და ეხლა არის ხალხისა ნემსი ხელში არ დაუჭერია იქ უწვალობთ დაუშვათ რომ ხო აი ეს სიტუაცია ასე ეს ორი მეთოდი არსებობს სხვა რამე არ არსებობს ერთი წამალი სილდანაფილი და მისი ორი ვარიანტი მეორე წამალი სიზართა გაუფართოების ხსნა ხო აბები ეს არის არც ჰორმონები არაფერი ეს არის აი ხშირად გინეკოლოგებთან გვაქვს ურთიერთობა ძალიან რატომ ეხლა თანამშრომლობა ხო? ხო, ნუ იციან, მე ხო გითხარ 1982 წლიდან დარგში ვარ. 45 წელი. ხო, ნუ ხალხია 25 წელიწადს. საქმე რაშია? გინეკოლოგებს ხშირად აქვთ რომ აი როდესაც ჩასახვაზეა ლაპარაკი, გაიდღეები, წუნდღები და მოსთხოვენ ხოლმე რომ უნდა კონდეს აქტი, აი სამშაბათს ხუჭა დღე გამოშვებით, ან ორ დღე გამოშვებით და ასე შემდეგ. მამაკაცს. ეხლა მამაკაცის რა არის? იცი როდესაც გინდა კაი, როდესაც უნდა იცხოვრო, ეს ბევრისთვის სერიოზული პრობლემაა. აი აუცილებლობა რო არის და ქალებიც იცით საკცოდა გოგოები ძალიან ავიწყებოთ რომ კაც უნდა გაეთამაშო ბავშვი უნდა გავაკეთოთ აბა აქტი და რაღაც და სექსუალობა ნოლზე ჩადის და პანიკაში ვარდებიან
აი ამიტომ თანამშრომლობ ვასწავლეთ უბრალოდ ამ მამაკაცებს ამ მეთოდს და იცის რომ გარანტირებოდ ხვალ 4 საათზე ყოველს გაიყვავენ ძალიან კარგი და გავზადებულია ხოლმე და ეს შველის artificial erection მაგას ქვია artificial erection მეთოდს ქვია პროფესორ ვირაგის მეთოდია და გენიოსია მაგას არც ნობელის პრემია რო ეს გავრცელებინა თუ იაგებს აბები ფაიზერ პარკდა ეს არის ასოში და აუტოფარმაკოთერაპია ხასუსვამ თერაპია მკურნალობა იმიტომ რომ არც ერთ აპს არ აწერია ყველა საწერია ერექტოგენი ერჯერადი ერექტოგენი ყველა საწერია ხო ამიტომაც ვერც ერთი სასამართლო ვერ მოუგეს ფაიზერს აი აბების განუშვებს იცით რატომ ეხლა ჩვენთან არა და საზოგადოებრივ 10 მილიონზე და 20 მილიონზეა დაზღვეული ხალხი სიკვდილისგან ეხლა წარმოვიდგინეთ რა ადვოკატები ხართ ეხლა რომ გაიგებდნენ რომ აბის მიღების შედეგად კაცი დაიბრიდა მოკვდა უკაცრავად ხო გესმით რამოდენ რესურსებია ვერც ერთ სასამართლო ვერ მოუგეს რატომ იცით არც ერთ სტატიაში სამეცნიერო ლიტერატურაში ავტორებს არ აქვს დათქვამი რომ არის სამკურნალო საშუალება აბები ყველგან არის ერჯერადი და ისინი ამბობენ თუ თქვენ არა სამკურნალო საშუალებით ბევრი გადაყლაპა და გული გაუფუჭრა რაღაცა გინდოდათ სამკურნალო შედეგის მიღება მიმართეთ იმ ექიმს ვინც დაგინიშნოთ ან იმ აფთიაქს რომელმაც მოკვიდათ გესმით რა ხდება ვერაფერს ვერ იტყვი აი ასე და ამგვარად მინდოდა კიდევ საინტერესო თემაზე საუბარი მაგრამ ვეღარ ვასწრებთ იმიტომ რომ იცით არის შეიძლება ეს ბოლოს ვიხილოთ ხშირად ტელევიზიაში რომ ვიხდება ურთიერთობა ეხლა როგორც კი პოლიტიკური ამბები ცოტა ჩაცხება სექსოლოგია გამოდის ხოლმე და ხშირად აქტუალური ხდება კი ეს კანონია მე ბავშვების სქერამ შემაშფოთა როდესაც სალაპარაკდება არა სექსუალურ მეძახიან რომ რამის ხარ ხო და რა არის უმრავლესი ლაპარაკი არის ქართულობაზე ხო საქართველოს ლაპარაკი ქართულ საზოგადოებაზე, მაგრამ მე სულწდება გული, იმიტომ რომ ეს ქრისტიანები კი ვართ, მაგრამ კიდევ 3 მილიონი მუსლიმი ადამიანები ვინც ქართულად თulis თავს. და იცოდეთ რომ განსხვავდება ერთმანეთსაგან ბევრი რაღაცა. იმაზე ფიქს და იმაზე ზრუნვას ვერ ვხედავ, ვინც თავს ქართულად თulit, მაგრამ მიყვება ისლამურ საზოგადოებას და სულ მინდა ხოლმე რომ ამ თემაზეც მაქსიმალურად ვისაუბრებთ, არის ნიუანსები, რომლებიც კარგია რომ იცოდნენ. მაგრამ დღეს უკვე ალბათ ჩვენ ვერ დღეს ვერ 4 წუთი დაგვრჩა და თუ 4 წუთი არა უბრალოდ ეს 4 წუთი მე მინდა რომ სხვებს გავაგონო ეს მეწონა ხმა რომ ცოტა ჩვენს ძმებს ვინც აი თურქ-ქართველებს გულისხმობ იმათაც ანუ თურქი-ქართველი რას ნიშნავს რომ თურქეთის მოქალაქე მაგრამ ქართველია გურჯ ეძახის თავისას ეხლა არსოს ქართველი თურქები აი კლასიკური ერდოგანი ხო რომელიც იცავს მე თურქი ვარ ყველაფერი ველაეთი ეს დიდი ისლამი ყველგან მაგრამ წარმოშობა მაქვს ქართული მაგრამ აი და თურქი ქართველები კიდევ იცახი იციან რომ ოდესღაც მათი ბაბუები ჯვრით ხელში იკვდება რა მაგრამ ეს პოლიტიკა მაგრამ სექსოლოგიის თულა აქა დიდი განსხვავება არის წინდაცვეთაში რომელიც ძალიან ძლიერი ფაქტორია თავის როლი აქვს საკმაოდ დიდი ну ამაზე არ აწუხებ თქვენ ამართლებთ მაგ პროცედურას მე მეკითხებით არსებობს საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომელიც აშკარად ინვალიდიზაცია ბავშვის ხო რა ну ანატომიური ფაქტორი ირღვევა მასტურბატორული ფუნქცია ფიზიოლოგიური ირღვევა ეხლა ჩვენ ორთოდოქსებს ქრისტიანებს აუშვათ რომ ჭკნობას ეძახენ ცოდვა არის მაგრამ ცოდვა ჩათვლი დიდებისთვის და პატრებისთვის ცოდვა თუ ჩათვლიან მე ქალები მაიციან ორგაზმის სიამოვნება რა არის და ეხლა გესმით ჩუჩას რო აცლიან ბავშვს მასტურბაციის ფუნქცია ქვეითდება ნებისმიერ მსმენელმა მამაკაცმა ვინც არ არის წინდაცვეთილი გადაიწევს კაბი და ეცებს მასტურბაცია ნახავს რა მოვა უბრალოდ ისინი ვერ ზნობენ ამას ბავშვებიდანვე არის მაგრამ
კატეგორიულად არა. ეს რომ კიბო თავის კიბო ონკოლოგებს არ ნახიათ ბევრს ეს და სისუფთავდა ეს ყველაფერი სხვა ფაქტორებია. ეხლა საქმერაში ქართველი ისინი სუნიტები არიან ქართველი მუსლიმანები და სუნის მშარ არის აუცილებელი თორსაგან განსხვავებით აი ზასაინტერესებია მაგრამ აღარ დაგჭა დრო აღარ დაგჭა ქართველებში მოსულა შეიძლება რომ რელიგიას რო არანაირის არ შეეხოს რომ იმიტომ ინვალიდიზაცია ბავშვის ფსიქოსექსუალური ინვალიდიზაცია ბავშვის არტმე მასტურბაციის უნარს რა უფლება გაქვს ზუსტად ეგ უფლებებს ახლა ლაპარაკობ რელიგიის არჩევაზე არა ადამიანური ნებისმიერი ფიზიოლოგიაზე ვიძახეთ კი ბატონო მართალი ბრძანდებით ეს მოკლედ არა არ ვარ და ყველა მომავალმა დედამ უნდა იცოდეს რომ ყველანაირი ეცადოს რომ არ დაწვეთოს და მთავრობას კიდევ ვინც არის საქართველოს მოქალაქე წინ დაწვეთილი უნდა გადაუხადონ ინვალიდობის ისა რაღაც თანხა თუ დაწერა რომ ბავშვობაში წინ დამცვით ეს მისი ნებარს გარეშე არა პროვოცირებულად დაწერა უნდა რელიგიას არ ვეხები მე გასაგებია საქართველოს მოქალაქეებს ვიცი შეუძლიათ ინვალიდობის მოსწორება ეხლა შეიძლება ეხლა რელიგიის გამო ბევრ ამაზე წასულა ადამიანი და მაგრამ ამიტომ ახსენე სუნიტები რო აქ სავალდეო ყურანში არ წერია თორაში წერია ამიტომ მე ძალიან დიდი პატივისცემა აქვს მაგრამ ყურანში არ წერია ეს ასე აქედან გამომდინარე არის ძალიან ბევრი ისლამური ჯგუფები სადაც არ არის დაწვეთილი ხალხი და რა ქართველებმა დავწვეთოთ ამიტომ და ვინც უკვე დაწვეთილი იმას პენსია გადავუხადოთ და გოგონებმა იცოდე მოვალმა დედებმა რომ აინვალიდებენ ბავშვს თუ კი გადაწყვეტენ ესეთ ფიზიოლოგიურად ჯანდაცვის საერთაშორისო 14 წელს გამოქვეყნდა მოხსენება სადაც ქოლგური განმარტება გამოვიდა ინვალიდიზაციის ანატომიური ცვლილება ფუნქციური ცვლილება და ასე შემდეგ სოციალური სამი პუნქტი გადის ეს ინვალიდიზაცია. უბრალოდ ამაზე არ ლაპარაკობენ აი რელიგიური რაც პატივისცემის გამო, რეალურად ინვალიდიზაცია ახლა თუ ჩემი მოგონილი არა. ასე რომ სახელმწიფო საუნდზე ზედმეტ პენსიები ხადოს, მაგრამ უნდა იხადოს. მოუწევს წესით და რიგით უნდა მოუწევს. დიახ. მოკლედ ძალიან ცუდი, მაგრამ დასრულდა გადაცემა. ძალიან მინდოდა სკოლასთან დაკავშირებით ბავშვებზე გვესაუბრა, მაგრამ ეს ალბათ სხვა იმაზე კიდევ სხვა თემა, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ ბატონ არჩილთან საუბარი დღევანდელი ძალიან ბევრს გამოადგება და ამით კომპენსირება მოხდა, იმიტომ რომ ბავშვებზე მტკივა ძალიან გული რომ ხედავ ამას რომ ყოველ დღე იცით აი საუზმეს არ მიირთმევს, საუზმე არ მიგაჩნია ისე მათ აუცილებლად, როგორც ეს სიგარეტი. რომ უსყობენ ჯანმრთელობას, ამაზე აღარავინ ლაპარაკობს. უღრმესი მადლობა, ვინც ჩვენთან ერთად იყო ახლა და გვისმენდა და ძალიან გამიხარდება თუ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია აღმოაჩინეთ ღრმად განათლებული ბატონი არჩილ ბაქრაძის საუბრებიდან. გემშვიდობებით შემდეგი ხუთშაბათის 10 საათამდე და ბატონ არჩილს მადლობას მოვახსენებ რომ მობრძანდა. კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.